ბეკა ოდიშარია მოვიდა ეხლა და როგორც ხედავთ. ბეკა მე არ გამექცე ბიჭო. მე არ გამექცე. არა, ეს არის ბეკა ოდიშარია ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ყველაფერს დავიდავებოთ. ღილაკს ხელი მიაჭიე და ჩემთან ბიჭო მიჭერდი ბოლო და ცოტა ხანიო შეგაკავო არ შეიძლება? არა, ვისაუბრო ბიჭო, ნუ მე არის სიმართლე ხვენოდეს ბეკა რა. ხვენოდეს, მაგალითად რომ ხვენია, იმიტომ შეგეხარ ესე. არა, მოდი ვისა რატო? უნდა მოსახა ეს არის ადამიანი წამოიდგინე ნახეთ როგორ გარბოდა რა ბეკა ოდიშარია კაცი რომელიც ესე იგი ცოტა ხნით რომ შევაკავო და ვკითხო და ხალხს აუხსნას უღირს თუ არა ჩიტი ბდღნად აი ასეთ მდგომარეობაში შემოსვლა ესე უხერხულება და გარბოდა შეკავება შევაკავე და არა და ადამიანი მიჭერდა უბრალოდ ხო ღილაკს მიაჭირე და არ მინდოდა ამის თქმა ხო ბავშვობიდან ვიცნობ ამ ადამიანს ბავშვობიდან ვიცნობ მეზობლები ვარ პრაქტიკულად დავიზადეთ ერთ რაიონში და აი ესეთი შეშინებული ლაჩარი უღირს ამ ყველაფერს კეთდება შეკავება უბრალოდ გააჩერო და კითხვა დაუსვა ბეკა გიგრის თუ არა გარბი ხარ და ხას იჭერე პანტაპუდი და კითხვა რომ შეაკავო უბრალოდ და კონსტიტუციური აი ეს ვითომ ქაოსი რომელიც შექმნეს ეხა კონსტიტუციური უფლება მაქვს აქვს პროტესტანტებს თუ არა რომ კითხვები დაუსვა რა თუ უღირს იმიტომ რომ ფულს შოულობს იმიტომ რომ ბიზნესებშია და ასე შემდეგ დაკეტილი არის კარი და არ გათმოდის დეპუტატი რომელიც ის აქვს ეხლა როგორც ხედავთ ეხლა მანქანა დაიძრა და მიდის კოლეჯი რატო გეუხერხულება კოლეჯი რომელი დეპუტატია არ ვიცი რომელიღაცა დეპუტატია ვერ გადმოდის მანქანიდან გადმობზანდით აი მორალური უპირატესობა აი ეს არის სახე ქართული ოცნების ახლა იპარებიან აი გაჩერდა ცოტა დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის ეხლა ისევ გაჩერდა ეს მანქანა გამო ჩვენ არავინ არაპირებს ფიზიკურ კონფრონტაციას ხო ეხლა გავართ იმ ხალხს რომ ეს გავაკეთოთ დეპუტატი ხო სიმართლე ხომ ის ხარეს არის მორალური უპირატესობა რო კითხო ხომ მას ხარეს არის სახელმწიფოების მოაზროვნე ხალხი ხო არიან მას რატო ეშინიათ გადმოსვლის რათ უნდათ ეს დაცვა ხალხო რობოკოპები და სპეცნაზი თანამშრომლები ყავდა ათასობით პოლიციელი და კიდევ უშუალოდ კარებთან უნდა დადგე ან ისევ გავიდა ეს მანქანა გარეთ. ისინი ცელოდებიან. არ ყავს პარლამენტი, არ ყავს მთავრობა, არ ყავს ხელისუფლება. სახელმწიფო გაანადგურა ივანიშვილმა. სამშობლო გვაქვს, კი ბატონო, სახელმწიფო იმისთვის გინდა რომ ინსტიტუტები ფუნქციონირებდეს. ეს ეხლა ნორმალურია ხახდო. 9-მთა გადმოიარეს. სპეცრაზმელებით, სუსის ოპერმუშაკების მეშვეობით, არ ვიცი რა ვისი დახმარებით არა, აქამდე მოდიან. და ეს მართალი ხალხი ეს ჭეშმარიტების მსახურები მანქანები და ვერ გადმოდიან და ეს იპარებიან ჩემი კი არ ეშინიათ ხალხის ეშინიათ ჩემი რატომ უნდა ეშინოდეთ ხალხის ეშინიათ და იციან კარგად რომ არიან არასწორხარეს ისტორიის იციან რომ ივანიშვილის უბრალოდ მსახურებად იქცნენ ივანიშვილის მსახურებად იქცნენ ამ მართლაც უკიდურესად უინტელექტო დაუნათლებელი წერა-კითხვის უცოდინარი გაქანების არ მქონი და არ ვიცი ვიწრო ხედვის მქონე რაღაც ადამიანი ჩაიცვა გუშინ ივანიშვილი რაღაცა ეს კოსტუმი რაღაცა ჩაიცვა ფესასწრაფები ჩაიცვა გასტუკი გაიკეთა დაждდა და გონია რომ ჭკვიანი კაცია და მოძღრავს ერს და ამხნევებს ამ ადამიანებს ამხნევებს მაგრამ ამ ადამიანებს გამხნევებს რა ეტყობა გუშინ ქართული ოცნების დეპუტატებს ამხნევებდა და ქართული ოცნების აქტივისტებს ამხნევებდა ვისი ლაპარაკებოდა ყველამ ზურგის რეაქცია საერთაშორისო პარტნიორებთან დაწყებული მოქალაქეებით დამთავრებული მაგრამ ეს ადამიანი ვიკი ბატონო მტერს არ უსურვებ ეხლა არც ბეკა ოდიშარიას დღეში ყოფნას და არც კიდე ვერ გავინახის დეპუტატი რო შეგვეპარა კიდე ხო აი ეს ადამიანები მტერს არ უსურვებ იციან ხახ ეს ყველაფერი თავდება ცუდად
ცუდად თავდება და ამ ცუდად დამთავრების ფაზაში არიან არა მხოლოდ უკვე ფინიშის სწორს, არამედ ფინიშის ხაზთან არიან, აი უნდა გაჭრან ეს ცუდი ლენტა უნდა გაჭრან.